ნომერი 17. ერთმანეთის გვერდით მდებარე სამ ყუთში ბურთები ეწყო. როცა პირველი ყუთიდან რამდენიმე ბურთი მეორე ყუთში გადაიტანეს, სამივე ყუთში ბურთების რაოდენობები გათანაბრდა. განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა. პირველი მეორე ყუთში თავდაპირველად 18 ბურთი ეწყო, მესამე ყუთში თავდაპირველად 21 ბურთი ეწყო. იმისთვის რომ დავადგინოთ რამდენი ბურთი ეწყო სამივე ყუთში ერთად, რომელი პირობა არის საკმარისი. გვაქვს სამი ყუთი, ხო? პირველი, მეორე, მესამე. დავაკვირდეთ პირველი პირობას. მეორე ყუთში თავდაპირველად 18 ბურთი ეწყო. 18 ბურთი ეწყო, ვიცით რომ პირველთან რაღაც ბურთები გადავაწყვეთ, გადავიტანეთ მეორე ყუთში და ამის შემდეგ ბურთების რაოდენობა ყველგან ტოლი გახდა. მაგრამ რამდენი ბურთი გადავაწყვეთ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ მარტო ეს პირველი პირობა საკმარისი არ არის. მარტო პირველი პირობით ვერ გავიგებთ სამივე ყუთში რამდენი ბურთი ეწყო. განვიხილოთ ახლა მარტო მეორე პირობა. ისევ გვაქვს სამი ყუთი და ვიცით რომ მესამე ყუთში თავდაპირველად 21 ბურთი ეწყო. შემდეგ პირველი ყუთიდან გადავალაგეთ მეორე ყუთში ბურთები. ამის შემდეგ ყუთებში ბურთების რაოდენობა გათანაბრდა. რადგან გათანაბრდა, მესამეში რაოდენობა რადგან არ შეგვიცვლია, ესე იგი ყველაში აღმოჩნდა 21 ბურთი. ანუ მარტო ამ მეორე პირობით შეგვიძლია გავიგოთ თავდაპირველად ჯამში რამდენი ბურთი ეწყო სამივე ყუთში. და ასეთი პასუხი წერია B. საკმარისია მეორე პირობა, ხოლო პირველი პირობა არ არის საკმარისი.